და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2028 წლის არჩევნებს ჩვენი ქვეყანა შეხვდება გაჯანსაღებული პოლიტიკური სპექტრით. არა ამ სიმახინჯით, ამ ლელოს გახარიას ჩათვლით, ნაცები ახალი, სხვა პარტიებზე აღარ ვლაპარაკობ, არამედ შეხვდება, ჩვენი ქვეყანა უნდა შეხვდეს 2028 წლის არჩევნებს სწორედ გაჯანსაღებული ფორმით, ახალი პოლიტიკური სპექტრით. ეს არის მნიშვნელოვანი. უცხოელი აგენტები აღარ უნდა დარჩნენ ქართულ პოლიტიკაში. არც ერთი უცხოელი აგენტი აღარ უნდა დარჩეს ქართულ პოლიტიკაში. ამისათვის ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ზომას, ყველა კონსტიტუციასაც, ამას გულისხმობთ, როდესაც არჩევნებს შეიძლება. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას ითხოვთ თუ ყველა პარტიის? კოლექტიური ნაცმოძრაობის, არა მარტო. ამიტომ გეკითხებით ოპოზიციაში ვინ დარჩება, თქო ეს მაინტერესებს. ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. ვინ არის უცხოური აგენტურა ქართულ პოლიტიკაში? ამაში შედის ცნობილი 4 პარტია და რამდენიმე მცირე პოლიტიკური გაერთიანება, ვისაც საკუთარი ფესვები აქვს ნაცმოძრაობიდან, ან ვინც არის დღევანდელობით დაკავშირებული კოლექტიური ნაცმოძრაობის საერთო დღესასრიგთან. ხო, ეს არის უცხოური აგენტურა. და ეს არ შეიძლება ზოგადად გაწყობდეს, იმიტომ რომ შენ ხო რაღაცის ცვლილება გინდა ამ ქვეყანაში. და შენ უბრალოდ ან გინდა რომ გაირკვეს ერთხელ და სამუდამოდ რომ ნაცმოძრაობა სინამდვილეში ბუნებაში არ არსებობს ეს პარტია და ჩვეულებრივად იმის გამო მას იყენებენ საფრთხობელად, თქო თან ცუდ საფრთხობელად, იმიტომ რომ მარტო აღარ აფხოს ეს აფრთხობს ხალხს და ამიტომ გახდა საჭირო. ხო და სწორედ ამ ინტერესთან გამომდინარე რატო არ არის თქო ეს ინტერესიც რომ აღარ არსებობდეს ნაციონალური მოძრაობა პირობითად. უბრალოდ მაინტერესებს თქვენი პოზიცია. გააჩნია ის როგორ არის არსებობს. ანუ თუ მაგალითად წარმოიდგინეთ ვიღაცას აქვს ქვეყანაში ის ძალა რომ კრძალავს პოლიტიკურ პარტიებს, ადამიანებს უკრძალავს პოლიტიკაში საქმიანობას და თვითონ წყვიტავს ვის აუკრძალოს და ვის არ აუკრძალოს, მე შეიძლება დღეს და ხვალ მაწყობდეს დროებით, მაგრამ ეს ძალაუფლება ჩემამდეც მოვა. და მე არ მინდა რომ ეს ძალაუფლება ბუნებაში არსებობდეს. არც ერთ ნორმალურ პოლიტიკურ პარტიას არ უნდა აწყობდეს ისეთი ძალაუფლება ვინმე სხვა ვიღაცის ხელში, რომელიც თუნდაც ჩემს კონკურენტს აუქმებს. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში პრობლემა არის ხო ბევრ პრობლემას ვხედავ თითქოს და პრობლემის საძირკველი არის ჩემი აზრითაც აღარ ვამბობ, აი უეჭველი ვიცი რომ ეს არის, რომ მათი უმრავლესობა გულის სიღრმეში ვეღარ ხედავს ნათელ პერსპექტივას, რომ აი ესე მალე დაამარცხებენ ქართულ ოცნებას და ქართულ ოცნებასთან ბრძოლიდან გადავიდნენ ერთმანეთთან ბრძოლას. აი ეს არის პრობლემა, რომ ყველა გულის სიღრმეში უმიზნებს 2028 წლის არჩევნებს და ყველას უნდა რომ 2028 წლის არჩევნებზე იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა.